ჩვენ ადამიანებმა ყოველთვის ვიცით, აი აქ შიგნით რა არის ჩვენთვის სწორი. და არავის არ უნდა მივცეთ უფლება ეს დაგვავიწყოს. ბოლო დროს მინდა გამოვეხმაურო თერაპევტებთან დაკავშირებულ იმედგაცრუებებს და იმ ადამიანებს მინდა მივმართო, ვინც ფიქრობს, რომ არ არსებობენ კარგი თერაპევტები. კარგი თერაპევტები არსებობენ და თქვენ შეგიძლიათ ეს ადამიანები მოძებნოთ, ნახოთ მათ შესახებ უკავშირი, ნახოთ ასევე მათი background-ი, ქართულად რომ ვთქვათ, სად მიიღეს განათლება და რა გამოცდილება აქვთ ამ კუთხით, მაგრამ ყველაზე დიდი იმედგაცრუება არის ის, რომ ამ ადამიანებს აქვთ ასეთი ცუდი გამოცდილება თერაპევტებთან მიმართებაში. და ვწუხვარ ამის გამო ძალიან, რადგან ხშირად ერთ ქვაბში იხარშება მერე ყველა სპეციალისტი და თერაპევტი. ასევე მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა მოხდეს, თქვენ ხართ თქვენი თავის გადამრჩენელი. ვერავინ ვერ გადაგარჩენთ, თუ თქვენ არ მოინდომეთ. თერაპევტი არსებობს იმისთვის, რომ დაგანახოთ ეს გზა. როგორია ეს გზა, სწორია თუ არასწორია, ამას თქვენ ირჩევთ. შესაბამისად, თქვენი არჩევანი არის ზუსტად ის, რა შედეგსაც ბოლოს მიიღებთ. მე ასევე მინდა ვთქვა, რომ მიჯაჭვულობა თერაპევტებზე, კოუჩებზე და ასე შემდეგ არ არის კარგი, რადგან მიჯაჭვულობა იწვევს ძალიან ბევრ იმედგაცრუებას, რომ რაღაც კონკრეტული არ მუშაობს თქვენთვის, რაღაც კონკრეტულიც ვერ განიკურნეთ, ან რაღაც ისეთი დიდი ნახტომი ვერ გააკეთეთ თქვენს ზრდაში და განვითარებაში. და მინდა ვთქვა, რომ ესეც ძალიან გახშირდა. ამიტომ თქვენ თავზე მუშაობა თქვენ შეგიძლიათ. თქვენ შეგიძლიათ გაანკურნოთ საკუთარი თავი და ეს არის მნიშვნელოვანი. სხვაზე გადაბრალება იმისა, რომ რაღაცა არ იმუშავა, ან რაღაცისგან ვერ მიიღეთ ისეთი შედეგი, არის ერთგვარი თავდაცვა. და რა არის ეს თავდაცვა? ანუ ადამიანს ურჩევნია დააბრალოს სხვას ის, რაც სინამდვილეში მისი ბრალია. ეს ხდება ნებისმიერ სფეროში. აქ არ ეხება ეს მხოლოდ და მხოლოდ მარტო თერაპევტს, ეს ხდება ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი გაურბის საკუთარ ემოციას, საკუთარ შეგრძნებებს და ურჩევნია ეს ემოციები, ეს შეგრძნებები დამალოს, არ გამოიტანოს გარეთ, რადგან შესაძლოა ეს მისთვის ძალიან მტკივნეული იყოს და ამიტომ ურჩევნია რაღაცეები დააბრალოს სხვას. კიდევ გავიმეორებ, რომ თუ ადამიანი რაღაცა კონკრეტულ ადამიანზე არის მიჯაჭვული, ან ფაქტზე, ან მოვლენაზე, ეს არის მისი არჩევანი. ანუ არავინ არავის ჯაჭვით არასად არ დააბავს და არ ეტყვის, რომ მიდი ახლა შენ ეს აირჩიე. თუმცა არსებობს მანიპულაციის ხერხები, რომლებსაც ხშირად ასევე იყენებენ, რადგან თუ ადამიანი არ არის განვითარების იმ დონეზე, რომ ამოიცნოს მანიპულაციის ეს ხერხი, მარტივად შეიძლება მოექცეს გავლენის ქვეშ. და ნიშნულოვანია, რომ ყველა, ვინც სოციალური პასუხისმგებლობით გამოვირჩევით, ადამიანებთან მივიტანოთ ეს ინფორმაცია, რადგან მათ ეს ჭირდებათ. ძალიან გახშირდა აგრესია, ძალიან გახშირდა უკმაყოფილება და ძალიან გახშირდა ადამიანების ერთ ქვაბში მოხარშვა. და ეს არ არის სწორი. სწორი იმიტომ არ არის, რომ აქ არსებობს გარკვეული ეთიკის ნორმები, რომელიც უნდა დავიცვათ ორივე მხარე. როგორც
სპეციალისტებმა, ტრენერებმა, კოუჩებმა, ფსიქოლოგებმა, ეზოთერიკოსებმა, ასტროლოგებმა. ვფიქრობ, რომ ეთიკის ნორმების დარღვევა არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, როდესაც ადამიანების მასა გიყურებს და როდესაც ადამიანების უმრავლესობა გისმენს, აქ უკვე არის ჩართული ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და თითოეულ სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ერთ რამეს, რასაც მივხვდი, ეს არის ზუსტად ჩემი გამოცდილება, რომ ჩემი თავის მასწავლებელი გავხდი მე. და ეს უნარი მე მქონდა, თუმცა ამის შესახებ ეჭვმეპარებოდა. მეგონა, რომ ვიღაცა უნდა გამოჩენილიყო ჩემს ცხოვრებაში, ვინც ამას ჩემს მაგურად გააკეთებდა. და როდესაც მე აღმოვაჩინე, რომ ეს უნარი მაქვს, ეს იყო ყველაზე დიდი სასწაული. და სხვათა შორის მე რა კურსიც შევქმენი, ზუსტად უკავშირდება იმას, რომ ადამიანებმა საკუთარ თავთან მუშაობა ისწავლონ თავად. და ამიტომაც აქვს ამ კურსს 3 მაწვნის ფასი. იცით რატომ? იმიტომ რომ ჩემს გარშემო იყვნენ ძალიან ბევრი ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ იმის რესურსი, რომ მიემართათ სპეციალისტისთვის. თუმცა აქ გამოვყოფდი ორ დარგს, მაგალითად ფსიქოლოგია და კოუჩინგი. აქაც ძალიან ინდივიდუალურია, ადამიანს შესაძლოა ჭირდებოდეს ფსიქოლოგი, მაგრამ მიდიოდეს კოუჩთან. ამიტომ ამ დიაგნოზის დასმა უნდა მოხდეს საკუთარ თავთან. რომ სინამდვილეში ადამიანს ვინ ჭირდება. და სინამდვილეში ადამიანის ის მოცემულობა, რატომაც უნდა რომ მივიდეს სპეციალისტთან თუ თერაპევტთან, თავად უკეთ იცის. იმედია დაგეხმარებათ ეს ინფორმაცია. მე გავაგრძელებ ჩემი ვიდეოების ჩაწერას და იმედი მაქვს, რომ ჩემი ვიდეოები ბევრ ადამიანს დაეხმარება ამოიცნოს თავისი ემოციები. სიყვარულით ემოციური ინტელექტის კოუჩინგით.